ჩვენ დაგეგმილი ჰქონდა სამხედრო ბიუჯეტი 2030 წლისთვის გაგვეორმაგებინა, თუმცა მას 2027 წლისთვის გავაორმაგებთ. ამის მისაღწევად შემოდგომაზე ახალ კანონპროექტს წარვადგენთ. 2017 წელს სამხედრო ბიუჯეტი 32 მილიარდი ევრო იყო. ეს გაორმაგდება და 2027 წელს ბიუჯეტი 64 მილიარდ ევროს მიაღწევს. ეს არის ჩვენი თავისუფლების ფასი. ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ომი არ გამოუცდია. გვჯეროდა, რომ ჩვენი შვილები ვერასდროს გაიგებდნენ, რას ნიშნავს ომი. მაგრამ მოდით ვიყოთ მკაფიონი. გარანტირებული მშვიდობა, რის იმედადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ, დასრულდა. ეჭვგარეშეა, რომ 1945 წლის შემდეგ ჩვენს თავისუფლებას ისეთი საფრთხე არ შექმნია, როგორც ახლა. ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა ჩვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. ცალსახად უნდა ითქვას, თუ გსურს იყო თავისუფალი, შენი უნდა ეშინოდეთ. ჩვენი რომ ეშინოდეთ, უნდა ვიყოთ ძლიერები. მიუხედავად ამერიკელების ყოყმანისა და ჩინეთიდან თუ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა, ძლიერი ევროპა ჩვენი მთავარი იმედი და დასაყრდენია. ევროპა, რომელსაც შეუძლია აწარმოოს საკუთარ მიწაზე და იყოს ინოვატორი. ეს არის ევროპა, რომელიც იქნება სუვერენული. ის თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და მოიხვეჭს ძალას.